რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით ტრადიციისამებრ რომ ნახოთ რა გელოდებათ 23 მარტიდან 30 მარტის ჩათვლით. გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი. დავარიგებ ახლავე ვარიანტებს თქვენთვის პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და ნახოთ აბა რა ელოდება პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში და რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. პირველი ვარიანტი გვექნება ვარდისფერი კვარცი და მეორე ვარიანტი მოდით იყოს ასეთი ქვა. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, რომელიც მეტად გიზიდავთ, რომელიც მეტად გეძახით. თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა, დააპაუზეთ კიდევაც და მოდით დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან, ხო? პირადი კონსულტაციისთვის პირადში მომწერეთ და ნახოთ აბა არკანი თასების რვიანი, მეგობრებო. რა ხდება, რატომ ვიწყენთ? თუ არ ვიწყენთ. ნახეთ, თასების რვიანი, მეგობრებო, ეს არის ასეთი მარტოობის არკანი, მაგრამ მოდით შევთანხმდეთ იმაზე, რომ მარტოობა არსებობს ორნაირი. და მარტოობა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ვართ სოციალური არსებები და გვჭირდება კომუნიკაცია, ადამიანებს ზუსტად ასევე გვჭირდება პერიოდულად მარტო ყოფნად, საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა და ზუსტად ასეთ ენერგიებს ვხედავ, როდესაც თქვენ ხართ თქვენთვის მარტოდ თქვენს სამყაროში. რაღაცნაირად თითქოს ანაწილებთ თქვენს გრძნობებს, თქვენს ემოციებს. როდესაც თქვენ უღრმავდებით საკუთარ თავს, როდესაც საკუთარ თავთან მოდის ის შეკითხვები, რომლებიც აქამდე არ დაგისურიათ. ეს არის ის ენერგია, მეგობრებო, როდესაც თქვენ მარტო ხართ, მაგრამ ეს მარტოობა თქვენ გჭირდებათ და ეს მარტოობა თქვენ მოგწონთ, რაც მთავარია. და ეს არის ის მარტოობა, როდესაც თქვენში იღვიძებს თვითშემეცნება. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა გელოდებათ პირველი ვარიანტი ამ ერთი კვირის განმავლობაში. ნახოთ აბა არკანი იმპერატორი ქალი, უფროსი არკანი. პენტაკლების 4-იანი, პენტაკლების მეფე და კვერთხების მეფე. რა ხდება მეგობრებო, რა მამაკაცები წამოვიდა თქვენს რეალობაში? პირველ რიგში ხო, მამაკაცების კუთხით იგრძნობა, აქ მძლავრი ენერგიები. ქალბატონები, ვინც მიყურებთ, თქვენთვის შემიძლია გითხრათ ის, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში იქნებით ძალიან ისეთი იმპერატორი ქალის ენერგიებში, სადაც აუცილებლად იგრძნობთ თქვენზე ძალიან ბევრი მამაკაცის ყურადღებას. შეიძლება ეს ყურადღება არ იყოს სასიყვარულო, შეიძლება იყოს მეგობრული რაღაც ჟესტებიც თქვენ წარმოიდგინეთ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აქ მოდის ისეთი ენერგია, სადაც იღვიძებს თქვენი ქალური ენერგია, როდესაც თქვენში არის თქვენი ფემინური ენერგიები მაქსიმალურად პიკზე, როდესაც ძალიან ნაყოფიერ მიწისწიქიის ენერგიებში ხართ განსაკუთრებით. ეს იგრძნობა და რა თქმა უნდა თქვენი შრომა, თქვენი მუშაობაც იქნება ძალიან ნაყოფიერი ამ ერთი კვირის განმავლობაში, ამიტომაც ფინანსების კუთხით აქ გელოდებათ რაღაც გარკვეული ვიღაცისთვის პატარ-პატარა, ვიღაცისთვის ცოტა მეტი ჯილდოები, ასე ვთქვათ, ფინანსური, მაგრამ რადგანაც პენტაკლების 4-იანი და პენტაკლების მეფე ამოვიდა აქ მე გირჩევდით იმას, რომ აუცილებლად შეინარჩუნოთ ფინანსურ ენერგიასთან მეტი სიფრთხილე. ზოგადად ფინანსურ ენერგიას უყვარს სწორი განაწილება, როდესაც ჩვენ საკუთარ თავსაც წავანებივრებთ ხოლმე, ხო, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს არავითარ შემთხვევაში, მით უმეტეს გოგოებო თქვენ არ დაგავიწყდეთ, მაგრამ ასევე ფინანსურ ენერგიას უყვარს გათვლა, ხო? ამიტომაც აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ერთი კვირის განმავლობაში, რომ ამ კუთხით ბალანსი შეინარჩუნოთ. თან პერიოდულად კი ბატონო, წაინებივრეთ საკუთარი თავი, მოიპრანჭეთ, გაიპრანჭეთ, ქალბატონებო თქვენ მით უმეტეს და მამაკაცებო თქვენს აუცილებლად, მაგრამ ამავდროულად გაანაწილეთ კიდევაც თქვენი ფინანსები მაქსიმალურად სწორად, ხო?
ქალბატონებო, თქვენში როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, აქ ჩანს ფემინური ენერგიების გამოღვიძება, მამაკაცებისგან უფრო ინტენსიური ყურადღება, როგორც რომანტიული თვალსაზრისით, ასევე რაღაც მეგობრული თვალსაზრისითაც იგრძნობა. კიდევ მინდა ერთი არკანი დავამატო, არკანი კოშკი. ფუნდამენტალურად მოდის ჩამოშლა რაღაც გარკვეული თქვენი ძველი პროგრამისა, პირველი ვარიანტი. რაღაც თქვენი ძველი პროგრამა, რაც აქამდე ხელს გიშლიდათ თქვენი ფემინური ენერგიების გამოღვიძებასა და მართვაში, ზუსტად ის ენერგია, ზუსტად ის პროგრამა უფრო სწორად იშლება თქვენში ფუნდამენტალურად. და ეს პროცესი შეიძლება იყოს საკმაოდ მტკივნეული და არასასიამოვნო, მაგრამ დამიჯერეთ ძალიან საჭირო პროცესი არის. ძალიან დიდი პროცესების ზღურბლზე დგახართ პირდაპირ გეუბნებით და ეს პროცესები ხან სასიამოვნოა, ხან მტკივნეულია, ხან გაურკვეველია, ხან ძალიან ბევრ კითხვებს ბადებს, მაგრამ საჭირო არის თქვენთვის ყველანაირად. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, დაგემშვიდობებით და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე, ვინც ამოირჩიეთ ეს თქვა, ვნახოთ აბა თქვენთან რა ხდება და აქ ამოვიდა თასების პაჟი. როგორც ჩანს, თასების პერიოდი გვაქვს და თასების პაჟი რის შესახებ მეტყველებს. ნუ ზოგადად აქ თქვენში იქნება გამოღვიძებული მაქსიმალურად არა, მაგრამ გამოიღვიძებს რაღაც ახალი მუზა, რაღაც ახალი შთაგონება, განსაკუთრებით ეს აქტუალური არის ჩემი ხელოვანი მაყურებლებისთვის, თუ თქვენ რაიმე სახის ხელოვნების დარგით ხართ დაკავებული, ხო? სიმღერა, ცეკვა, არ ვიცი, ლექსების წერა, ნებისმიერი რამ ხელოვნება არის, ხო? მაგიაც ხომ ენერგიების მართვის ხელოვნება გახლავთ. ამიტომაც აქ ხელოვანის ენერგიები იქნება გამოღვიძებული, ვერ ვიტყოდი რომ პიკზე იქნება მეთქი, მაგრამ რაღაც ახალი შთაგონება, ახალი მუზა, ახალი იდეები მოდის თქვენს გონებაში. მოდის ასევე ახალი სიმპათიები, შეიძლება იყოს კონკრეტული ადამიანის ან კონკრეტული მაგალითად სფეროს მიმართაც, აი დაუშვათ, შეიძლება რაღაც ახალი სიმპათიები გამოგეღვიძოთ კონკრეტული მუსიკის ჟანრის მიმართ, მაგალითად, ხო? ან მომღერლის მიმართ, ყველასთვის ინდივიდუალურად. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. ნახოთ აბა რა ხდება მეორე ვარიანტი თქვენთან. არკანი კვერთხების სამიანი, რაღაც ახალი გზა, მოგზაურობა. თუ თქვენ მოგზაურობას ან სადმე მგზავრობას აპირებთ, ამ ერთი კვირის განმავლობაში მინდა გითხრათ, რომ აქ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ახალ გზაზე გადადიხართ და ეს მგზავრობა თქვენ ძალიან ბევრ ცნობიერის გაფართოებას მოგიტანთ, ძალიან ბევრ ახალ რაღაცას გაგაანალიზებინებთ. პლუს ნახეთ კვერთხების სამიანი. თუ თქვენ არ აპირებთ აქ მგზავრობას პირველ რიგში, აქ მე გირჩევდით იმას, რომ შეძლების და გვარად მეტი გაისეირნოთ, შეძლების და გვარად მეტი იაროთ ამ ერთი კვირის განმავლობაში, იმიტომ რომ ფეხით სიარული ძალიან დაგჭირდებათ, დამიჯერეთ და დაგეხმარებათ. მარტო გასეირნებაც კარგი იქნება აქ. და ნახეთ, კვერთხების სამიანი, იცით როგორი არკანი არის, როდესაც რაღაც რაშიც ვდებდით ენერგიას, არ ჰქონდა შედეგი და როდესაც აი ეს შედეგი ნელ-ნელა უკვე ჩნდება, რაღაც ასეთი პროცესები არის აქ. თითქოს რაღაცაში, რაშიც აქამდე დებდით ენერგიას, ძალას, დროს, რესურსებს, უკვე არ იცოდით რატომ დებდით, ზუსტად იმაში დაინახავთ რაღაც ახალს ჰორიზონტზე. კი, ეს არ არის რაღაც ახლო მომავალი, მაგრამ ჰორიზონტზე დაინახავთ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, კიდევ რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. ვნახოთ. არკანი ხმლების ტუზი, არკანი პენტაკლების მეფე ისევ, არკანი თასების სამიანი და არკანი იმპერატორი კაცი. შეხედეთ მეგობრებო, აქ გარკვეული ილუზიების ჩამოშლა ჩანს, როგორც პირველი ვარიანტის შემთხვევაში იყო, მაგრამ თქვენ შემთხვევაში ეს არის უფრო სიტყვიერი ილუზიების ჩამოშლა თითქოს. გარკვეულ ადამიანებზე შეიძლება შეგეცვალოთ წარმოდგენა კონკრეტულ წრეზე, კონკრეტულ სამეგობრო წრეზე შეიძლება აგეხილოთ თვალები ამ კონკრეტულ ადამიანზე. შეიძლება რაღაც ახალი დასკვნები გააკეთოთ, რომ მაგალითად იმდენად სანდო არ არის, როგორც აქამდე გეჩვენებოდათ.
შეიძლება აქ იყოს გარკვეული აღიარებებიც, ამასაც არ გამოვრიცხავ, მაგალითად კონკრეტულმა ადამიანმა შეიძლება აღიაროს როგორც რაღაც ისეთი, რაც იმედებს გაგიცრუებთ, ასევე თქვენ წარმოიდგინეთ და აქ შეიძლება იყოს რაღაც გრძნობებში გამოტყდომა ან რაღაც მსგავსიც კი, რაც უბრალოდ მოულოდნელი იქნება თქვენთვის, ხო? იმიტომ რომ ხმლების ტურზე ეს აუცილებლად რაღაც ნეგატიური ინფორმაცია არ არის. კი აქ ბევრი თქვენგანისთვის იქნება კონკრეტულ ადამიანზე წარმოდგენების ჩამოშლა, ცოტა იმედგაცრუება კონკრეტულ ადამიანში, იმედგაცრუება რა, უფრო რაღაც ისეც ვხედავ, თითქოს კონკრეტულ ადამიანზე გაქვთ გარკვეული წარმოდგენა, რომელიც თქვენ თავად შეიქმნით და ზუსტად ეს წარმოდგენა ჩამოგეშლებათ. რაღაც ასეც უფრო ვხედავ. მაგრამ ნახეთ ძალიან ბევრ თქვენგანთან იქნება ბევრი აღიარებები გრძნობებში, პატივისცემის კუთხით იქნება აღიარება. თითქოს აქ თქვენი გრძნობთ თქვენი გარკვეული სტატუსის ზრდას, რომ აი, იცი, მე სინამდვილეში შენ ძალიან გაფასებ, მე სინამდვილეში ძალიან გარესპექტებ, მოდი ჟარგონს გამოვიყენებ, ხო? აი, რაღაც ასეთი სიტყვები იგრძნობა, სიტყვიერი აღიარებები. გრძნობებში გამოტყდომაც შეიძლება რეზონირდეს ვიღაცისთვის, მაგრამ უმეტესობასთან აღიარება პატივისცემაში, თანადგომაში, რაღაც ასეთი. ფინანსების კუთხით ნაყოფიერი პერიოდი ჩანს და თანაც საკმაოდ სტაბილური, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვენი ფინანსები ამ ერთი კვირის განმავლობაში ამყოფოთ სტაბილურობაში. ანუ ასე თუ ისე რაციონალურად განსაზღვროთ და ცოტათი კი, კარგი იქნება თუ გართობაში დახარჯავთ პერიოდულად, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ერთი კვირის განმავლობაში გართობასთან ერთად ცოტათი გადანახვა, რაღაც ცოტა გადადებაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, ყველას უღრმესი მადლობა. წარმატებები, ბედნიერი, ნაყოფიერი კვირა.